სიკვდილი კოსმოსში არ არის ის, რასაც ფიქრობთ. ეს არ არის მშვიდი ჩაძინება ჟანგბადის ნაკლებობისგან, როცა თქვენი ცნობიერება ნელ-ნელა ქრება როგორც სანთელი ქარში. ეს არ არის გაკინვა აბსოლუტურ სიცივეში, როცა თქვენი სხეული ხდება ყინულის ქანდაკება. ეს არ არის მკისიერი გაქრობა, როგორც ფილმებში გვიჩვენებენ. სიკვდილი კოსმოსში არის ნელი, გაცნობიერებული დაშლა, 15 წამი, რომლის განმავლობაც თქვენი სხეული ხდება ბრძოლის ველი ორ ძალას შორის. ერთი მხრიდან შიდა წნევა, ტრილიონობით მოლეკულა, რომლებიც ცდილობენ გაიქცენ, გაფართოვდნენ, განთავისუფლდნენ. მეორე მხრიდან თქვენი ქსოვილები, კანი, უჯრედები, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ ფორმა, შეინარჩუნონ მთლიანობა, შეინარჩუნონ ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ სიცოცხლეს. და ყველაზე საშინელი, თქვენ დარჩებით გონზე. თქვენი ტვინი მუშაობს, თქვენი გული ცემს, თქვენი ნერვები გადასცემენ სიგნალებს და თქვენ იგრძნობთ ყველაფერს, როგორც თქვენი სხეული იშლება ატომიდან ატომამდე. რატომ არავინ გვიამბობს, რომ ნამდვილი მკვლელი არ არის ვაკუუმი, არამედ წნევის არარსებობა? რატომ ვფიქრობთ, რომ საფრთხე მოდის გარედან, როცა ნამდვილი მტერი არის შიგნით, თავად ჩვენი სხეული, რომელიც ცდილობს თვითგანადგურებას? რა ხდება, როცა უხილავი ხელი, რომელიც გიჭერს ცოცხალს ყოველ წამს, უეცრად ქრება? ყოველ დილას, როცა იღვიძებთ და იწელებით საწოლში, თქვენ არ ფიქრობთ იმაზე, რომ ცოცხალი ხართ მხოლოდ იმიტომ, რომ ატმოსფერო გიჭერთ ერთად. თქვენ არ გრძნობთ 10 ტონა ჰაერს, რომელიც დგას თქვენს სხეულზე ამ წამში. ყოველ კვადრატულ სანტიმეტრზე თქვენს კანზე 1 კილოგრამი. თქვენს მთელ სხეულზე დაახლოებით 10,000 კილოგრამი, 10 ტონა სატვირთო მანქანის წონა. მაგრამ თქვენ არ იფეთქებით, რადგან თქვენი სხეული ზუსტად იმავე ძალით უპასუხებს შიგნიდან. ეს არის სრულყოფილი ბალანსი, გარედან შიგნით, შიგნიდან გარეთ, ყოველ წამს, ყოველ მილიწამში, ყოველ სუნთქვაში. როცა ასხამთ წყალს ჩიქაში, თქვენ ხედავთ ამ ბალანსს, წყალი რჩება თხევადი, რადგან ატმოსფერული წნევა აკავებს მოლეკულებს ერთად. როცა ისუნთქავთ, თქვენ იყენებთ ამ ბალანსს, ფილტვები ქმნიან დაბალ წნევას და ატმოსფერო ათრევს ჰაერს შიგნით. კოსმოსში ეს ბალანსი იშლება ერთ წამში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ბალონი, რომელსაც ავსებენ შიგნიდან, მაგრამ გარედან არაფერი აკავებს გაფართოებას. თქვენი კანი, თქვენი ქსოვილები ცდილობენ შეინარჩუნონ ფორმა, მაგრამ შიდა წნევა ზრდის ძალას ყოველ მომენტში. ეს არის ომი, რომელსაც თქვენი სხეული ვერ მოიგებს. პირველი 2 წამი, თქვენ გრძნობთ, როგორ გამოდის ჰაერი ფილტვებიდან. არა იმიტომ, რომ თქვენ ამოისუნთქავთ, არამედ იმიტომ, რომ გარე ვაკუუმი მას ამოწევს ძალით, რომელსაც ვერ წინააღმდეგობას გაუწევთ. თუ შეეცდებით შეინარჩუნოთ სუნთქვა, თქვენი ფილტვები დაიშლება, ისინი არ არიან შექმნილი, რომ გაუძლონ შიდა წნევას გარე წინააღმდეგობის გარეშე. ეს იგივეა, რაც ქაღალდის ჩანთის შევსება წყლით, ქაღალდი არ არის შექმნილი ამისთვის და ის იშლება. 4 წამი, თქვენი კანი იწყებს გაბერვას. არა დრამატულად, არა როგორც ბუშტი, არამედ როგორც რეზინის ხელთათმანი, რომელსაც ნელა ავსებენ. თქვენი ქსოვილები შეიცავს წყალს 75%-ზე მეტს და ეს წყალი იწყებს გადასვლას აირად ფაზაში. რატომ? რადგან აღარ არის გარე წნევა, რომელიც აიძულებს მას დარჩეს თხევადად. 6 წამი, თქვენი ენა შეშუპდება, ნერწყვი იწყებს დუღილს. მაგრამ ეს არ არის ცხელი დუღილი, როცა წყალს ამატებთ სითბოს. ეს არის ცივი დუღილი, როცა წყალი დუღს 27 გრადუსზე ცელსიუსზე, რადგან წნევა ნულია. თქვენი სხეულის ტემპერატურა 27 გრადუსი ხდება საკმარისი, რომ წყალი გადავიდეს აირად მდგომარეობაში. 10 წამი, თქვენი მხედველობა ბუნდოვანდება. არა იმიტომ, რომ კარგავთ ცნობიერებას, არამედ იმიტომ, რომ ცრემლები თქვენს თვალებში იწყებენ აორთქლებას. თქვენი თვალის ზედაპირი, რომელიც ყოველთვის დაფარულია თხელი ფენით სითხით, ხდება უდაბნო. წარმოიდგინეთ ტბა, რომელიც ხმება წამებში, რჩება მხოლოდ გამხმარი ნიადაგი. თქვენ ხართ გონზე. თქვენი გული ცემს სწრაფად, პანიკურად. თქვენი ტვინი მუშაობს, ფიქრობს, გრძნობს, აცნობიერებს საშინელებას. მაგრამ თქვენი სხეული ნელ-ნელა იშლება, რადგან ყველა მოლეკულა ცდილობს გაიქცეს. როცა ბავშვები ისმენენ სკოლის ზარს, ისინი ცდილობენ გაიქცენ, არა იმიტომ, რომ სკოლა ცუდია, არამედ იმიტომ, რომ თავისუფლება უფრო მიმზიდველია. თქვენი მოლეკულები იგივეს აკეთებენ. 15 წამი, კრიტიკული წერტილი. თქვენი სისხლში აირის ბუშტები აღწევენ გულს. გული, რომელიც შექმნილია სითხის გადასატომბად, ახლა ცდილობს გადატომბოს აირს. ეს არ მუშაობს, ეს იგივეა, რაც სტუმბოთი ქაფის გადატომბვის მცდელობა. სისხლის მიმოქცევა წყდება. ტვინი, რომელიც მოითხოვს მუდმივ ჟანგბადს, იწყებს გათიშვას. მაგრამ ეს არ არის ბოლო.
თუ ამ მომენტში დაუბრუნდებით ატმოსფეროს, თუ წნევა აღდგება, თქვენ შეიძლება გადარჩეთ. რადგან თქვენი სხეული არ არის განადგურებული, ის არის მხოლოდ დეკომპრესირებული, დროებით დაშლილი, მაგრამ არა განადგურებული. სიცოცხლე არის წნევა, არა გულისცემა, არა სუნთქვა, არა ცნობიერება, არამედ წნევა, უხილავი ძალა, რომელიც გიჭერთ ერთად ყოველ წამს. ადამიანები ათასობით წლის განმავლობაში არ იცოდნენ, რომ ცხოვრობდნენ წნევის ქვეშ. ძველი ბერძნები ფიქრობდნენ, რომ ჰაერი არის არარაობა, უბრალოდ ცარიელი სივრცე ობიექტებს შორის, ადგილი, სადაც არაფერია. არისტოტელე, ფილოსოფოსი, რომლის იდეები დომინირებდა 2000 წლის განმავლობაში, ასწავლიდა, რომ ბუნება სიზღით ეკიდება ვაკუუმს, horror vacuum, შიში სიცარიელისგან. ის ფიქრობდა, რომ სამყარო არასოდეს დაუშვებს ნამდვილ სიცარიელეს. თუ შექმნიდით ვაკუუმს, სამყარო მყისიერად შეავსებდა მას რაღაცით, ჰაერით, ეთერით, რაიმე უხილავი სუბსტანციით. ეს იყო არა მხოლოდ ფილოსოფია, ეს იყო რწმენა, რომელიც განსაზღვრავდა, როგორ ხედავდნენ ადამიანები სამყაროს. თუ ბუნება სიზღით ეკიდება სიცარიელეს, მაშინ ყველაფერი უნდა იყოს სავსე, ყველაფერი უნდა იყოს დაკავებული, ყველაფერი უნდა იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული. მაგრამ 1650-იან წლებში ევანჯელისტა ტორიჩელი, იტალიელი ფიზიკოსი და მათემატიკოსი გააკეთა რაღაც, რაც შეცვალა ყველაფერი. მან აიღო გრძელი მილი, დაახლოებით 1 მეტრის სიგრძის, შეავსო ვერცხლის წყლით და გადააბრუნა ჭურჭელში, რომელიც ასევე შეიცავდა ვერცხლის წყალს. ვერცხლის წყალი მილში დაეცა, მაგრამ არა მთლიანად. ის შეჩერდა დაახლოებით 66 სანტიმეტრზე ზემოთ ჭურჭლის დონიდან. მილის ზედა ნაწილში ვერცხლის წყლის სვეტის ზემოთ იყო სივრცე, ცარიელი სივრცე, პირველი ხელოვნური ვაკუუმი, რომელიც ოდესმე შექმნა ადამიანმა. ტორიჩელი იჯდა თავის ლაბორატორიაში, უყურებდა ამ მილს და აცნობიერებდა რაღაც რევოლუციურს. ვერცხლის წყალი არ ეცემოდა მთლიანად, რადგან რაღაც აკავებდა მას. მაგრამ რა? არა ბუნების შიში სიცარიელისგან, ეს იყო ფილოსოფია, არა ფიზიკა. რაღაც ფიზიკური აკავებდა ვერცხლის წყალს. და ტორიჩელი გააცნობიერა, ეს იყო ჰაერის წონა. მთელი ატმოსფეროს წონა, რომელიც აწვებოდა ვერცხლის წყლის ზედაპირზე ჭურჭელში, აკავებდა სვეტს მილში. ის ზომავდა არა ვერცხლის წყლის სიმძიმეს, ის ზომავდა უხილავს. ის ქმნიდა პირველ ბარომეტრს, ინსტრუმენტს, რომელიც აჩვენებდა, რომ ჰაერი არ არის არარაობა. მისი თანამედროვეები ფიქრობდნენ, რომ ის შეშლილი იყო. როგორ შეიძლებოდა ჰაერს ჰქონოდა წონა? ჰაერი არის ის, რაც რჩება, როცა ყველაფერი სხვა აღებულია, ის არის არარაობა, ის არის სიცარიელე, ის არის ფონი, რომელზეც ყველაფერი სხვა არსებობს. მაგრამ ტორიჩელი ამტკიცებდა, ჰაერი არის ოკეანე და ჩვენ ვცხოვრობთ მის ფსკერზე. ისევე როგორც თევზები ცხოვრობენ წყლის ოკეანის ფსკერზე და არ აცნობიერებენ ტრილიონობით ტონა წყალს, რომელიც დგას მათ თავზე, ჩვენც ვცხოვრობთ ჰაერის ოკეანის ფსკერზე და არ ვგრძნობთ ატმოსფეროს წონას. რამდენიმე წლის შემდეგ ბლეზ პასკალი, ფრანგი მათემატიკოსი, ფილოსოფოსი და ფიზიკოსი, გადაწყვიტა შეემოწმებინა ტორიჩელის იდეა. თუ ჰაერის წნევა იყო ატმოსფეროს წონა, მაშინ მთის მწვერვალზე, სადაც ჰაერი უფრო თხელია, წნევა უნდა ყოფილიყო დაბალი. პასკალი, რომელიც იყო ავად და სუსტი, ვერ შეძლო თავად ასვლა მთაზე. ამიტომ მან გაგზავნა თავისი მეზობელი, ფლორენ პერიე, პუი-დე-დომის მწვერვალზე, ვულკანურ მთაზე ცენტრალურ საფრანგეთში. პერიე ასვლოდა მთაზე ბარომეტრით ხელში და ყოველ 100 მეტრზე ამოწმებდა ვერცხლის წყლის დონეს. და ზუსტად ის მოხდა, რასაც ტორიჩელი და პასკალი ვარაუდობდნენ, ვერცხლის წყლის სვეტი მილში ეცემოდა. რაც უფრო მაღლა ასვლოდა, მით უფრო დაბალი ხდებოდა წნევა. პერიე დგას მთის მწვერვალზე, უყურებს ბარომეტრს და აცნობიერებს, ჩვენ ვცხოვრობთ ჰაერის ოკეანის ფსკერზე და რაც უფრო მაღლა ადიხართ, მით უფრო ახლოს ხართ ზედაპირთან, სადაც ჰაერი მთავრდება და იწყება სიცარიელე. ეს იყო არა მხოლოდ სამეცნიერო აღმოჩენა, ეს იყო ფილოსოფიური რევოლუცია. ადამიანები აღმოაჩინეს, რომ ისინი ცხოვრობდნენ წნევის ქვეშ, რომ ყოველ წამს, ყოველ მომენტში, ყოველ სუნთქვაში ატმოსფერო აწვებოდა მათ, აკავებდა მათ, იცავდა მათ. როცა ალპინისტები ადიან მაღალ მთებზე, ისინი გრძნობენ ამ წნევის შემცირებას, თავით კივის სუნთქვა ძნელდება, სხეული იღლება. ეს არის იგივე ეფექტი, რომელსაც პერიე ზომავდა ბარომეტრით. ისინი აღმოაჩინეს, რომ სიცოცხლე არ არის მხოლოდ გულისცემა და სუნთქვა, სიცოცხლე არის ბალანსი, დელიკატური წონასწორობა ძალებს შორის, რომლებიც ცდილობენ გაგიშალონ და ძალებს შორის, რომლებიც გიჭერენ ერთად. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სხეული არის ქალაქი. ტრილიონობით მოქალაქე, უჯრედები, მოლეკულები, ატომები ცხოვრობენ ერთად, მუშაობენ ერთად, ინარჩუნებენ წესრიგს. ეს ქალაქი არსებობს, რადგან არსებობს კანონი, ატმოსფერული წნევა, რომელიც აკავებს ყველას თავის ადგილზე.
მაგრამ რა მოხდება, თუ ეს კანონი უეცრად გაუქმდება? და მოხდება, თუ ყველა მოქალაქე უეცრად გახდება თავისუფალი წასვლისთვის. ეს არის ანარქია, არა პოლიტიკური, არამედ ფიზიკური ანარქია, როცა ყოველი მოლეკულა, ყოველი ატომი იწყებს მოძრაობას თავისი ბუნებრივი სურვილის მიხედვით. ყოველი მოლეკულა თქვენს სხეულში ინარჩუნებს თავის პოზიციას, რადგან გარე წნევა აბალანსებს შიდა წნევას. თქვენი სისხლი არის თხევადი, რადგან წნევა აიძულებს მას დარჩეს თხევადი. თქვენი უჯრედები ინარჩუნებენ ფორმას, რადგან წნევა აკავებს მათ გაფართოებისგან. თქვენი ფილტვები მუშაობენ, რადგან არსებობს წნევის სხვაობა შიგნით და გარეთ. როცა ისუნთქავთ, თქვენ ქმნით დაბალ წნევას ფილტვებში და ატმოსფერო ათრევს ჰაერს შიგნით. ეს იგივეა, რაც ცარიელი ბოთლის წყალში ჩაძირვა თავსახურის გარეშე, წყალი შედის, რადგან წნევის სხვაობა აიძულებს მას. ვაკუუმში ეს ბალანსი ქრება. თქვენი სხეული ხდება სისტემა, რომელიც ცდილობს გაფართოვდეს უსასრულოდ, მაგრამ არ შეუძლია, რადგან კანი და ქსოვილები აკავებენ მას. წარმოიდგინეთ ბალონი, რომელსაც ავსებენ შიგნიდან, მაგრამ რეზინა ძალიან ძლიერია, რომ გაიფეთქოს, ბალონი იწელება, იჭიმება, მაგრამ არ იშლება. მაგრამ შემდეგ იწყება ებულიზმი, სიტყვა, რომელიც მომდინარეობს ლათინური ebulliere, რაც ნიშნავს დუღილს. მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი დუღილი, როცა თქვენ ამატებთ სითბოს წყალს. ეს არის ცივი დუღილი, პროცესი, როცა თქვენ არ ამატებთ ენერგიას, არამედ აშორებთ წნევას. ეს ხდება, რადგან თხევადი მდგომარეობა არის დელიკატური ბალანსი. მოლეკულები ყოველთვის მოძრაობენ, ისინი ვიბრირებენ, ბრუნავენ, ეჯახებიან ერთმანეთს, ცდილობენ გაიქცენ. მაგრამ გარე წნევა აიძულებს მათ დარჩენენ ერთად. როცა მეტროში ბევრი ხალხია, ადამიანები იძულებულნი არიან დარჩენენ ახლოს ერთმანეთთან, თუნდაც არ სურთ, ეს არის წნევა, რომელიც აკავებს მათ. როცა ეს წნევა ქრება, მოლეკულები ხდებიან თავისუფალი. თქვენ სხეულში ეს ხდება ყველგან, სადაც არის სითხე. თქვენი სისხლი 75%-ზე მეტი წყალი. თქვენი უჯრედები 70%-ზე მეტი წყალი. თქვენი თვალები, თქვენი პირი, თქვენი ტვინი, ყველგან წყალი. და ყველა ეს წყალი იწყებს გადასვლას აირად მდგომარეობაში ერთდროულად. ყოველ დღე როცა ასხამთ წყალს ჩიქაში, თქვენ ხედავთ ამ ბალანს მოქმედებაში. წყალი რჩება ჩიქაში, რადგან გრავიტაცია აკავებს მას ქვემოთ და ატმოსფერული წნევა აკავებს მას თხევადად. მაგრამ თუ წაიღებდით ამ ჩიქას კოსმოსში, წყალი არ დარჩებოდა წყლად, ის გადაიქცეოდა ორთქლად, შემდეგ ყინულად, შემდეგ კვლავ ორთქლად, ციკლში, რომელიც არასოდეს მთავრდება. ეს არის ის, რაც კოსმოსი აკეთებს, ის არ ანადგურებს, ის ათავისუფლებს. ის აშორებს იძულებას, რომელიც აკავებს ნივთიერებას ერთად და ნივთიერება დაუბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას, ქაოსს, გაფანტვას, თავისუფლებას. თქვენი სხეული არ არის განადგურებული, ის არის განთავისუფლებული. ყოველი ატომი, ყოველი მოლეკულა ბრუნდება თავის ბუნებრივ სურვილთან, გაფანტვასთან, გაფართოებასთან, თავისუფლებასთან. როცა ქარიშხალი მოდის და ყველა კარი ღია ერთდროულად შენობაში, ეს არ არის იმიტომ, რომ ვინმე აღებს მათ, ეს არის წნევის სხვაობა, რომელიც აიძულებს მათ. და ერთადერთი, რაც აკავებს ამას დედამიწაზე, არის უხილავი ხელი ატმოსფეროსი, 10 ტონა ჰაერი, რომელიც დგას თქვენს სხეულზე ყოველ წამს, გიჭერთ ერთად, აკავებთ ცოცხალს, აკავებთ არსებულს. სიცოცხლე არ არის გულისცემა. სიცოცხლე არ არის სუნთქვა. სიცოცხლე არის წნევა, უხილავი ძალა, რომელიც ყოველ წამს გიჭერთ ერთად ატომიდან ატომამდე, უჯრედიდან უჯრედამდე, მოლეკულიდან მოლეკულამდე. მაგრამ რატომ ზუსტად 15 წამი? რატომ არა 5, რატომ არა 30? რა ხდება თქვენს სხეულში ამ კონკრეტულ მომენტში, რაც აქცევს მას წერტილად, საიდანაც დაბრუნება შეუძლებელი ხდება? პასუხი იმალება არაერთ ორგანოში, არაერთ სისტემაში, ის იმალება იმაში, თუ როგორ მუშაობს თქვენი სხეული როგორც ერთიანი ქსელი, სადაც ყოველი ნაწილი არის დამოკიდებული ყველა სხვა ნაწილზე. წარმოიდგინეთ ელექტროქსელი დიდ ქალაქში, როცა ერთი ტრანსფორმატორი ვარდება, სხვები იღებენ დატვირთვას, მაგრამ როცა კრიტიკული რაოდენობა ვარდება, მთელი სისტემა იშლება კასკადურად ერთი წამით. თქვენი სხეული კოსმოსში არის ზუსტად ეს სისტემა, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს ფუნქცია, როცა ერთი კრიტიკული ელემენტი, წნევა, უეცრად ქრება. ყოველ დღე, როცა თქვენს ქალაქში ელექტროობა გაითიშება, თქვენ ხედავთ ამ კასკადს, პირველი ნათურა ქრება, შემდეგ მეორე, შემდეგ მთელი უბანი ჩაძირავს სიბნელეში. პირველი, რაც იშლება, არის არა ორგანო, არამედ ინფორმაცია. თქვენი სხეული არის ინფორმაციის მანქანა, ტრილიონობით სიგნალი გადის ნერვებით, ჰორმონებით, ქიმიური მესენჯერებით ყოველ მილიწამში, ამბობენ ყოველ უჯრედს, რა უნდა გააკეთოს, როდის უნდა გააკეთოს, როგორ უნდა გააკეთოს.
ეს არის სიმფონია, სადაც ყოველი ინსტრუმენტი უნდა დაუკრას თავის ნოტს ზუსტ დროს. მაგრამ ვაკუუმში ეს სიმფონია იწყებს დაშლას, რადგან მედიუმი, რომლითაც გადაეცემა სიგნალები, სისხლი, იწყებს იცვლებოდეს. თქვენი სისხლი არის არა მხოლოდ სითხე, რომელიც ატარებს ჟანგბადს და საკვებ ნივთიერებებს. ის არის ხსნარი, დელიკატური ბალანსი წყალს, მარილებს, ცილებს, გაზებს შორის, სადაც ყოველი კომპონენტი უნდა იყოს ზუსტ კონცენტრაციაში, ზუსტ წნევაზე, ზუსტ ტემპერატურაზე. როცა წნევა ეცემა, ეს ბალანსი იშლება მყისიერად. გაზები, რომლებიც ნორმალურად არიან გახსნილი სისხლში, ჟანგბადი, აზოტი, ნახშირორჟანგი, იწყებენ გამოსვლას ხსნარიდან, ისევე როგორც ბუშტები გამოდიან შამპანურიდან, როცა თქვენ აღებთ თავსახურს. როცა ასხამთ გაზიან სასმელს ჩიქაში, თქვენ ხედავთ ამ პროცესს, ბუშტები ამოდიან, რადგან წნევა შემცირდა. წარმოიდგინეთ მდინარე, რომელიც მშვიდად მიედინება ველზე. წყალი მკაფიოა, ნაკადი სტაბილურია, ყველაფერი მუშაობს. მაგრამ უეცრად ქვემოთ, ხეობაში იხსნება კაშხალი. წყალი იწყებს ჩქეფას, ქმნის ქაფს, ქმნის ვირტუალებს, ქმნის ქაოსს. ეს არის თქვენი სისხლი, როცა წნევა ეცემა, მშვიდი ნაკადი იქცევა ტურბულენტურ ქაოსად, სავსე აირის ბუშტებით, რომლებიც ბლოკავენ კაპილარებს, ბლოკავენ არტერიებს, ბლოკავენ ინფორმაციის გადაცემას. ეს ბუშტები არ არის უვნებელი. ისინი არიან როგორც საცობები სისხლის ნაკადში, როცა ისინი აღწევენ პატარა ჭურჭელს, ისინი ბლოკავენ მას მთლიანად. ქსოვილი, რომელიც იღებდა ჟანგბადს ამ ჭურჭლიდან, უეცრად რჩება მიწოდების გარეშე. ერთი უჯრედი კვდება, შემდეგ 10, შემდეგ 100, შემდეგ 1000, კასკადი, რომელიც ვრცელდება სხეულში, ისევე როგორც ხანძარი ვრცელდება მშრალ ტყეში, როცა ქარი უბერავს. თქვენი ტვინი, რომელიც მოიხმარს 25%-ს მთელი სხეულის ჟანგბადისა, მიუხედავად იმისა, რომ არის მხოლოდ 2% სხეულის წონისა, იწყებს კვდომას პირველი. მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი ფენა კატასტროფისა. უფრო ღრმად, უჯრედულ დონეზე ხდება რაღაც უფრო ფუნდამენტური. ყოველი უჯრედი თქვენს სხეულში არის მინიატურული ქარხანა, ის იღებს ნედლეულს, ამუშავებს მას, აწარმოებს ენერგიას, აშენებს სტრუქტურებს, ინარჩუნებს წესრიგს. მაგრამ ეს ქარხანა მუშაობს მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს მემბრანა, თხელი ფენა ლიპიდებისა და ცილებისა, რომელიც გამოყოფს შიგნით და გარეთ, ინარჩუნებს სხვადასხვა კონცენტრაციებს, ინარჩუნებს გრადიენტებს, ინარჩუნებს წესრიგს ქაოსის ზღვაში. ეს მემბრანა არის როგორც კედელი ციხესიმაგრეში, ის არ არის მხოლოდ ბარიერი, ის არის აქტიური სისტემა, რომელიც აკონტროლებს, რა შედის და რა გამოდის, როდის შედის და როდის გამოდის. მაგრამ ეს კონტროლი მუშაობს მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს წნევის ბალანსი, შიგნით და გარეთ ორივე მხარეს მემბრანისა. როცა გარე წნევა ქრება, ეს ბალანსი იშლება. უჯრედი იწყებს გაბერვას, ისევე როგორც ბალონი იბერება, როცა თქვენ უბერავთ მას. როცა უბერავთ საპნის ბუშტებს, თქვენ ხედავთ ამ დელიკატურ ბალანსს, ძალიან ძლიერად უბერავთ და ბუშტი იფეთქება. წარმოიდგინეთ საპნის ბუშტი. ის არსებობს, რადგან ზედაპირული დაძაბულობა, ძალა, რომელიც აკავებს წყლის მოლეკულებს ერთად, აბალანსებს ჰაერის წნევას შიგნით და გარეთ. მაგრამ თუ თქვენ უეცრად აშორებდით გარე წნევას, ბუშტი არ გაფართოვდებოდა უსასრულოდ, ის გაიფეთქებდა, რადგან ზედაპირული დაძაბულობა ვერ გაუძლებდა შიდა წნევას. თქვენი უჯრედები არიან უფრო რთული, მაგრამ პრინციპი იგივეა, როცა გარე წნევა ქრება, შიდა წნევა იწყებს ანადგურებას მემბრანისა. როცა უჯრედის მემბრანა იშლება, შიგთავსი იწყებს გადინებას გარეთ. ეს არ არის მხოლოდ წყალი, ეს არის მთელი ბიბლიოთეკა ინფორმაციისა, მთელი ქარხანა ფერმენტებისა, მთელი ელექტროსადგური მიტოქონდრიებისა. ყველაფერი, რაც აქცევდა ამ უჯრედს ცოცხალს, ხდება ნაწილი გარე ქაოსისა. და ეს ხდება არა ერთ უჯრედში, ეს ხდება ტრილიონობით უჯრედში ერთდროულად, ისევე როგორც ყველა ნათურა ქალაქში ქრება ერთდროულად, როცა ელექტროქსელი ვარდება. მაგრამ თქვენი სხეული ცდილობს გაუძლოს. ის არ არის პასიური მსხვერპლი, ის არის აქტიური მებრძოლი, რომელიც ცდილობს შეინარჩუნოს წესრიგი ქაოსის წინააღმდეგ. თქვენი გული ცემს უფრო სწრაფად, ცდილობს გადატუმბოს სისხლს, რომელიც ხდება უფრო და უფრო ნაკლებად ეფექტური. თქვენი ფილტვები, თუ ისინი ჯერ არ არიან განადგურებული, ცდილობენ მიიღონ ჟანგბადი, რომელიც აღარ არსებობს. თქვენი თირკმელები ცდილობენ გაფილტრონ სისხლი, რომელიც სავსეა აირის ბუშტებით. ყოველი ორგანო, ყოველი სისტემა მუშაობს მაქსიმალურ რეჟიმში, ცდილობს კომპენსირება გაუკეთოს იმას, რაც კომპენსირება არ შეიძლება. როცა გემი იძირება, ეკიპაჟი ცდილობს ამოტუმბოს წყალი, მაგრამ როცა ხვრელები ძალიან დიდია, არ არსებობს საკმარისი ტუმბოები. ეს არის როგორც გემი, რომელიც იძირება. ეკიპაჟი ცდილობს ამოტუმბოს წყალი, ცდილობს დახუროს ხვრელები, ცდილობს შეინარჩუნოს პლავუჩესტი.
მაგრამ როცა ხვრელები ძალიან დიდია, როცა წყალი შემოდის ძალიან სწრაფად, არ არსებობს საკმარისი ტუმბოები, არ არსებობს საკმარისი ხელები, არ არსებობს საკმარისი დრო. გემი იძირება, არა იმიტომ რომ ეკიპაჟი არ ცდილობს, არამედ იმიტომ რომ ფიზიკა უფრო ძლიერია ვიდრე ნება. და აქ ჩნდება კითხვა, რატომ ზუსტად 15 წამი? პასუხი არის ჟანგბადში. თქვენი ტვინი ეს 3 ფუნტი ქსოვილისა, რომელიც შეიცავს 100 მილიარდ ნეირონს, მოიხმარს ჟანგბადს უფრო სწრაფად ვიდრე ნებისმიერი სხვა ორგანო. ის არ შეუძლია შეინახოს ჟანგბადი, ის არ აქვს რეზერვები, ის არ აქვს მარაგები. ის არის როგორც ძრავა, რომელიც მუშაობს მხოლოდ მაშინ, როცა საწვავი მიედინება მუდმივად. შეაჩერეთ საწვავის მიწოდება და ძრავა გაჩერდება წამებში. როცა თქვენი მანქანის საწვავი მთავრდება, ძრავა ჯერ კიდევ მუშაობს რამდენიმე წამს, ეს არის რეზერვი მილებში. ნორმალურად, თქვენი სისხლი ატარებს ჟანგბადს ტვინში მუდმივად ყოველ წამს, ყოველ გულისცემაზე, ახალი პორცია ჟანგბადი აღწევს ნეირონებს. მაგრამ ვაკუუმში, როცა სისხლი ივსება აირის ბუშტებით, როცა გული ცდილობს გადატუმბოს ქაფს ნაცვლად სითხისა, ეს მიწოდება წყდება. ტვინი იწყებს კვდომას არა მთლიანად, არამედ ფენა-ფენად, სისტემა-სისტემად. პირველი, რაც ქრება, არის ახალი მეხსიერება, უნარი შექმნათ ახალი მოგონებები. შემდეგ ქრება კომპლექსური აზროვნება, უნარი გადაწყვეტოთ პრობლემები და გეგმოთ, გაანალიზოთ. შემდეგ ქრება ენა, შემდეგ მხედველობა, შემდეგ მოძრაობა. ბოლოს რჩება მხოლოდ ძირითადი ფუნქციები, სუნთქვა, გულისცემა, ცნობიერება. და შემდეგ დაახლოებით 15 წამში ქრება ცნობიერებაც. მაგრამ ეს არ არის სიკვდილი. ეს არის გაუქმება, დროებითი გათიშვა, როცა ტვინი გადადის ენერგიის დაზოგვის რეჟიმში, ცდილობს შეინარჩუნოს ყველაზე კრიტიკული ფუნქციები. თუ ამ მომენტში, ამ 15 წამში, თქვენ დაუბრუნდებით ატმოსფეროს, თუ წნევა აღდგება, თქვენი სხეული შეიძლება აღდგეს. აირის ბუშტები გაიხსნებიან კვლავ სისხლში. სითხეები დაუბრუნდებიან თხევად მდგომარეობას. უჯრედები, რომლებიც არ არიან განადგურებული, დაიწყებენ აღდგენას. ტვინი, თუ ის არ არის განიცადა ძალიან გრძელი ჟანგბადის ნაკლებობა, შეიძლება დაუბრუნდეს ფუნქციას. როცა თქვენი კომპიუტერი გაითიშება უეცრად, ის შეიძლება ჩაერთოს კვლავ, თუ დრო არ იყო ძალიან გრძელი. ეს მოხდა 1965 წელს NASA-ს ტესტის პილოტმა, ჯიმ ლებლანკმა, განიცადა დეკომპრესია ვაკუუმის კამერაში. მისი სკაფანდრის შლანგი გაიხსნა და წნევა დაეცა თითქმის 0-მდე 90,000 ფუტზე სიმულირებულ სიმაღლეზე. ის გრძნობდა, როგორ იწყებოდა დუღილი ნერწყვი მის ენაზე, ბოლო, რაც მახსოვს, ის თქვა მოგვიანებით. შემდეგ ის დაკარგა ცნობიერება. მაგრამ ინჟინრებმა აღადგინეს წნევა 14 წამში. ლებლანკი გამოიღვიძა, დაბნეული, მაგრამ ცოცხალი. მისი სხეული იყო დაზიანებული, მაგრამ არა განადგურებული. ის გადარჩა, რადგან დრო იყო მისი მოკავშირე, 15 წამი არ გასულიყო. ეს არის ის, რაც აქცევს 15 წამს კრიტიკულ ზღვარს, არა იმიტომ, რომ ამის შემდეგ თქვენი სხეული მყისიერად ნადგურდება, არამედ იმიტომ, რომ ამის შემდეგ თქვენი ტვინი კარგავს უნარს კოორდინირება გაუკეთოს აღდგენას. თქვენ ხდებით სისტემა წესრიგის გარეშე, გემი კაპიტნის გარეშე, ქალაქი მთავრობის გარეშე. ყოველი ორგანო აგრძელებს მუშაობას რამდენიმე წუთის განმავლობაში, გული ცემს, თირკმელები ფილტრავენ, ღვიძლი ამუშავებს, მაგრამ ისინი აღარ მუშაობენ როგორც ერთიანობა. ისინი არიან როგორც მუსიკოსები ორკესტრში, როცა დირიჟორი გაქრა, ყოველი უკრავს თავის პარტიას, მაგრამ აღარ არის სიმფონია. როცა ორკესტრი კარგავს დირიჟორს, ყოველი მუსიკოსი აგრძელებს დაკვრას, მაგრამ ჰარმონია იკარგება. მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი. რადგან ის რაც ხდება შემდეგ, ავლენს რაღაც უფრო ღრმას, როგორ არის დაკავშირებული ყველაფერი ყველაფერთან, როგორ არის ერთი პატარა ცვლილება ერთ ადგილას გამოწვეული კასკადი ცვლილებებისა მთელ სისტემაში. კოსმოსში სიკვდილი არ არის იზოლირებული მოვლენა, ის არის ქსელური ეფექტი, როცა ერთი კავშირის გაწყვეტა იწვევს მეორის გაწყვეტას, რომელიც იწვევს მესამეს, რომელიც იწვევს მეათეს, სანამ მთელი ქსელი არ იშლება. წარმოიდგინეთ დომინოს ფიგურები, როცა პირველი ეცემა, ის აცემს მეორეს, რომელიც აცემს მესამეს და კასკადი იწყება. წარმოიდგინეთ ქალაქის ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგია, წყალი, კანალიზაცია, ტრანსპორტი, კომუნიკაცია. ყოველი სისტემა დამოკიდებულია სხვა სისტემებზე. ელექტროენერგია სჭირდება წყლის ტუმბოებს. წყალი სჭირდება ელექტროსადგურების გაგრილებას. ტრანსპორტი სჭირდება საწვავის მიწოდებას. საწვავი სჭირდება ელექტროენერგიას რაფინირებისთვის. ეს არის წრიული დამოკიდებულება, ყოველი ელემენტი უჭერს მხარს სხვა ელემენტს და მთელი სისტემა მუშაობს, რადგან ყველა ელემენტი მუშაობს.
მაგრამ გატეხეთ ერთი კრიტიკული კავშირი და მთელი ქსელი იწყებს კასკადურ ავარიას. თქვენი სხეული არის ზუსტად ასეთი ქსელი, მხოლოდ უფრო რთული. თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემა ატარებს ჟანგბადს ყველა ორგანოში. თქვენი რესპირატორული სისტემა იღებს ჟანგბადს გარემოდან. თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა იღებს საკვებ ნივთიერებებს. თქვენი ნერვული სისტემა კოორდინირებს ყველაფერს. თქვენი ენდოკრინული სისტემა არეგულირებს ყველაფერს. ყოველი სისტემა სჭირდება ყველა სხვა სისტემას და ყველა სისტემა სჭირდება ერთ ფუნდამენტურ პირობას, წნევას. როცა წნევა ქრება, პირველი რაც იშლება არის გაზების გაცვლა. თქვენი ფილტვები მუშაობენ წნევის სხვაობის პრინციპზე, როცა თქვენი სუნთქავთ, თქვენი დიაფრაგმა ეშვება, ფილტვები ფართოვდებიან, წნევა შიგნით ეცემა და ატმოსფერო ათრევს ჰაერს შიგნით, ისევე როგორც წყალი შედის შპრიცში, როცა თქვენ იწევთ ტგუშს. როცა თქვენ ამოისუნთქავთ, დიაფრაგმა ადის, ფილტვები იკუმშებიან, წნევა იზრდება და ჰაერი გამოდის. ეს არის ტუმბო, რომელიც მუშაობს ორივე მიმართულებით. როცა იყენებთ ველოსიპედის ტუმბოს, თქვენ იყენებთ იმავე პრინციპს, შექმნით წნევის სხვაობა და ჰაერი გადაადგილდება. მაგრამ ვაკუუმში არ არსებობს ატმოსფერო, რომელიც შეაცვლის ჰაერს. თქვენი ფილტვები ცდილობენ გაფართოვდნენ, მაგრამ არაფერი შემოდის. ისინი ხდებიან როგორც ტუმბო, რომელიც ცდილობს მოიზიდოს წყალი ცარიელითიდან, ტგუში მოძრაობს, მაგრამ არაფერი ხდება. უფრო მეტიც შიდა ჰაერი, რომელიც ჯერ კიდევ არის ფილტვებში, იწყებს გაფართოებას, რადგან გარე წნევა აღარ აკავებს მას. ფილტვები, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ გაფართოვდნენ და შეიკუმშონ კონტროლირებულად, ახლა იძულებულნი არიან გაფართოვდნენ უკონტროლოდ, ისევე როგორც ბალონი იფართოვდება, როცა თქვენ აგრძელებთ ჰაერის ჩაბერვას მას შემდეგ, რაც ის უკვე სავსეა. ალვეოლები, მიკროსკოპული ბუშტები ფილტვებში, სადაც ხდება გაზების გაცვლა, იწყებენ გაწყვეტას. წარმოიდგინეთ ათასობით პატარა ბალონი, რომლებიც ერთდროულად იბერებიან ზედმეტად. ზოგიერთი უძლებს, ზოგიერთი იწყებს გაწყვეტას. როცა ალვეოლა იშლება, ჰაერი გადადის სისხლის ნაკადში, არა როგორც გახსნილი გაზი, არამედ როგორც ბუშტი, რომელიც მოძრაობს ჩურთლებში, ეძებს გამოსავალს, ბლოკავს კაპილარებს, ქმნის ემბოლიას. მაგრამ ეს არის მხოლოდ ერთი ორგანო. პარალელურად თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემა განიცდის საკუთარ კრიზისს. თქვენი გული არის ტუმბო, რომელიც შექმნილია სითხის გადასატუმბად სისხლის, რომელიც არის თანმიმდევრული, ვისკოზური, პროგნოზირებადი. მაგრამ როცა სისხლი იწყებს შეცვლას, როცა გაზები გამოდიან ხსნარიდან და ქმნიან ბუშტებს, ის ხდება არათანმიმდევრული, ტურბულენტური, არაპროგნოზირებადი. გული ცდილობს გადატუმბოს ამ შეცვლილ სითხეს, მაგრამ ეფექტურობა ეცემა. ის არის როგორც ტუმბო, რომელიც ცდილობს გადატუმბოს წყალს, რომელიც სავსეა ჰაერის ბუშტებით, ნახევარი ყოველი დარტყმისა გადადის ბუშტების კომპრესიაზე, არა სითხის გადაადგილებაზე. როცა ცდილობთ გადატუმბოთ ქაფი, ტუმბო მუშაობს, მაგრამ არა ეფექტურად. გული იწყებს ცემას უფრო სწრაფად, ცდილობს კომპენსირება გაუკეთოს დაკარგულ ეფექტურობას. მაგრამ ეს მოითხოვს მეტ ენერგიას, მეტ ჟანგბადს და ჟანგბადი არის ზუსტად ის, რაც აღარ მიეწოდება ადეკვატურად. გული ხვდება ჩიხში, ის სჭირდება მეტი რესურსი, რომ გააკეთოს თავისი სამუშაო, მაგრამ სისტემა, რომელიც უნდა მიაწოდოს ეს რესურსი, არის ის სისტემა, რომელსაც გული ემსახურება. ეს არის როგორც ელექტროსადგური, რომელსაც სჭირდება ელექტროენერგია, რომ გამოიმუშაოს ელექტროენერგია, როცა შემავალი ენერგია ეცემა, გამომავალი ენერგია ასევე ეცემა, რაც კიდევ უფრო ამცირებს შემავალი ენერგიას. და აქ ჩნდება ის, რასაც მეცნიერები უწოდებენ დადებით უკავშირს, პროცესი, რომელიც აძლიერებს საკუთარ თავს, ქმნის თვითგანმამტკიცებელ ციკლს, რომელიც მხოლოდ უარესდება დროთა განმავლობაში. ნაკლები ჟანგბადი ნიშნავს უფრო სუსტ გულს. უფრო სუსტი გული ნიშნავს კიდევ უფრო ნაკლებ ჟანგბადს. კიდევ უფრო ნაკლები ჟანგბადი ნიშნავს კიდევ უფრო სუსტ გულს. ციკლი აჩქარებს, ისევე როგორც ქვა აჩქარებს, როცა ეცემა მთიდან, რაც უფრო სწრაფად მოძრაობს, მით უფრო სწრაფად აჩქარებს. როცა ქვა იწყებს ეცემას კლდიდან, ის ნელა მოძრაობს, მაგრამ შემდეგ სიჩქარე იზრდება. მაგრამ ყველაზე საინტერესო ხდება უჯრედულ დონეზე, სადაც ვლინდება ის, რაც ნამდვილად ხდის სიცოცხლეს შესაძლებელს, ენერგიის წარმოება. ყოველი უჯრედი თქვენს სხეულში შეიცავს ასობით ან ათასობით მიტოქონდრიას, პატარა ორგანელებს, რომლებსაც უწოდებენ უჯრედის ელექტროსადგურებს. ისინი იღებენ გლუკოზას და ჟანგბადს და აწარმოებენ ეტებს, მოლეკულას, რომელიც არის უნივერსალური ენერგიის ვალუტა სიცოცხლისთვის. ყოველი მოძრაობა, ყოველი აზრი, ყოველი გულისცემა მოითხოვს ეტებს. როცა თქვენი ტელეფონი მუშაობს, ის იყენებს ბატარეას, მიტოქონდრიები არიან თქვენი უჯრედების ბატარეები.
მიტოქონდრიები მუშაობენ როგორც მინიატურული ელექტროსადგურები. ისინი იყენებენ ჟანგბადს, რომ დაწვან გლუკოზა კონტროლირებულად, ათავისუფლებენ ენერგიას ნაბიჯ-ნაბიჯ ინახავენ მას ქიმიურ ბმებში. მაგრამ ეს პროცესი მოითხოვს მუდმივ ჟანგბადის მიწოდებას, შეაჩერეთ ჟანგბადი და მთელი სისტემა ჩერდება, ისევე როგორც ელექტროსადგური ჩერდება, როცა საწვავი მთავრდება. უჯრედი ცდილობს გადავიდეს ალტერნატიულ რეჟიმზე, ანაერობულ მეტაბოლიზმზე, რომელიც არ მოითხოვს ჟანგბადს, მაგრამ ეს არის როგორც გენერატორი, რომელიც მუშაობს ბენზინზე ნაცვლად ელექტროქსელისა. ის მუშაობს, მაგრამ ბევრად ნაკლებად ეფექტურად, აწარმოებს ბევრად ნაკლებ ენერგიას, აგროვებს ტოქსიურ ნარჩენებს. წარმოიდგინეთ ქარხანა, რომელიც ნორმალურად აწარმოებს 100 ერთეული პროდუქციას დღეში. უეცრად ელექტროენერგია იკვეცება ნახევრად. ქარხანა აგრძელებს მუშაობას, მაგრამ ახლა აწარმოებს მხოლოდ 10 ერთეულს დღეში და ყოველი ერთეული არის დაბალი ხარისხის. ეს არის თქვენი უჯრედები ვაკუუმში. ისინი აგრძელებენ მუშაობას, მაგრამ ეფექტურობა ეცემა კატასტროფულად. და როცა ეფექტურობა ეცემა, ყველა პროცესი, რომელიც დამოკიდებულია ენერგიაზე, იწყებს შენელებას. პირველი, რაც ჩერდება, არის აქტიური ტრანსპორტი, პროცესი, რომლითაც უჯრედები ინარჩუნებენ სხვადასხვა კონცენტრაციებს ნივთიერებების შიგნით და გარეთ. ეს არის როგორც ტუმბო, რომელიც მუდმივად აწევს წყალს მთიდან ქვემოთ, ის მოითხოვს მუდმივ ენერგიას, რადგან წყალი ბუნებრივად ცდილობს ჩამოედინოს ქვემოთ. როცა ენერგია მთავრდება, ტუმბო ჩერდება და წყალი იწყებს ჩამოდინებას თავისი ბუნებრივი გრადიენტით. უჯრედში ეს ნიშნავს, რომ იონები, ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი იწყებენ გადაადგილებას თავიანთი კონცენტრაციის გრადიენტებით, ანადგურებენ დელიკატურ ბალანსს, რომელიც აკავებს უჯრედს ცოცხალს. როცა წყლის ტუმბო ჩერდება მთაზე, წყალი იწყებს ჩამოდინებას ქვემოთ, ეს არის ბუნება, რომელიც უბრუნდება თავის ბალანსს. ეს არის როგორც ქალაქი, სადაც უეცრად ყველა ტუმბო ჩერდება. წყალი იწყებს დინებას ქვემოთ, კანალიზაცია იწყებს დაბრუნებას უკან, ყველაფერი იწყებს შერევას. წესრიგი, რომელიც მოითხოვდა მუდმივ ენერგიას შესანარჩუნებლად, იშლება და სისტემა უბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას, ქაოსს. და აქ ვხედავთ ფუნდამენტურ ჭეშმარიტებას, სიცოცხლე არ არის მდგომარეობა, ის არის პროცესი. ის არ არის რაღაც, რაც თქვენ ხართ, ის არის რაღაც, რაც თქვენ აკეთებთ, მუდმივი ბრძოლა ენტროპიის წინააღმდეგ, მუდმივი შენარჩუნება წესრიგისა ქაოსის ზღვაში, მუდმივი ტუმბვა წყლის ამთაზე, რომელიც ყოველთვის ცდილობს ჩამოედინოს ქვემოთ. როცა ენერგია მთავრდება, ბრძოლა მთავრდება და სიცოცხლე უბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას, არა სიცოცხლეს. როცა ტუმბო ჩერდება, წყალი ჩამოდის, ეს არის ბუნების კანონი. კოსმოსში ეს ხდება არა იმიტომ, რომ კოსმოსი აქტიურად განადგურებს თქვენ. ის ხდება იმიტომ, რომ კოსმოსი უბრალოდ აშორებს ძალას, წნევას, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ ეს ბრძოლა. ის არის როგორც მოხსნა საყრდენებისა შენობიდან, შენობა არ ინადგურება გარე ძალით, ის უბრალოდ ინადგურება საკუთარი წონით, რადგან აღარ არის რაღაც, რაც აკავებს მას. სიცოცხლე არის წნევა. კოსმოსი არ ანადგურებს, ის ათავისუფლებს. თქვენ არ ხართ მყარი ობიექტი, თქვენ ხართ პროცესი, რომელიც მოითხოვს მუდმივ ენერგიას, მუდმივ ბალანსს, მუდმივ ბრძოლას არსებობისთვის. როცა საყრდენები მოიხსნება, შენობა ეცემა, არა იმიტომ, რომ ის სუსტია, არამედ იმიტომ, რომ გრავიტაცია ყოველთვის იყო იქ, მაგრამ საყრდენები აბალანსებდნენ მას. 1, 6, 9, 7, 8, 1, 5, 6, 3 სიცოცხლე არის წნევა, კოსმოსი არ ანადგურებს, ის ათავისუფლებს, თქვენ არ ხართ მყარი ობიექტი, თქვენ ხართ პროცესი, 16 ელექტროქსელი და კასკადი, გაზიანი სასმელი, საპნის ბუშტები, გემი, რომელიც იძირება, მანქანის საწვავი, კომპიუტერის გათიშვა, დომინოს ფიგურები, ქალაქის ინფრასტრუქტურა, ველოსიპედის ტუმბო, შპრიცი, ქაფის გადატუმბვა, ორკესტრი დირიჟორის. გარეშე ქვა, რომელიც ეცემა, ტელეფონის ბატარეა, წყლის ტუმბო მთაზე, საყრდენების მოხსნა შენობიდან, თავი 6, მაგრამ რატომ ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ადამიანებზე? რატომ ვფიქრობთ, რომ ეს კატასტროფა არის უნიკალური ჩვენთვის? სიმართლე არის ყველაფერი, რაც ცოცხალია დედამიწაზე, განიცდის იმავე მოწყვლადობას. ბაქტერია, რომელიც ცხოვრობს თქვენს კუჭში, მცენარე, რომელიც იზრდება თქვენს ბაღში, თევზი, რომელიც ცურავს ოკეანეში, ყველა მათგანი არის პატივსაცემი იმავე კანონისა. წნევა არის არა ადამიანური პრობლემა, ის არის სიცოცხლის პრობლემა. ის არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც განსაზღვრავს, სად შეიძლება არსებობდეს ორგანიზაცია და სად უნდა დაიშალოს ქაოსში. წარმოიდგინეთ ბაქტერია, უმარტივესი ორგანიზმი, ერთი უჯრედი, რომელიც შეიცავს თმას და რამდენიმე მოლეკულას. ეს ბაქტერია ცხოვრობს, რადგან მისი მემბრანა ინარჩუნებს სხვაობას შიდა და გარე სამყაროს შორის. შიგნით კონცენტრირებული ხსნარი, სადაც ქიმიური რეაქციები ხდებიან.
გარეთ განზავებული გარემო. ეს სხვაობა არსებობს, რადგან მემბრანა აკავებს მოლეკულებს შიგნით და წნევა აბალანსებს ძალებს. ვაკუუმში ეს ბალანსი ქრება, მემბრანა იწელება, შიდა სითხე იწყებს აორთქლებას, ბაქტერია იშლება. არა იმიტომ, რომ ის სუსტია, არამედ იმიტომ, რომ ის არის სტრუქტურა და სტრუქტურა მოითხოვს მხარდაჭერას. ან აიღეთ მცენარე ხე, რომელიც დგას თქვენს ეზოში. ეს ხე ცოცხალია, რადგან ისტუმბავს წყალს ფესვებიდან ფოთლებამდე, ზოგჯერ 100 მეტრის სიმაღლეზე. როგორ? არა გულის საშუალებით, მცენარეებს არ აქვთ გული. არა კუნთების საშუალებით, მცენარეებს არ აქვთ კუნთები. ისინი იყენებენ წნევის სხვაობას. ფოთლებში წყალი აორთქლდება, პროცესი, რომელსაც ჰქვია ტრანსპირაცია, და ეს ქმნის უარყოფით წნევას, ვაკუუმს, რომელიც აწვევს წყალს ზემოთ. მაგრამ ეს მუშაობს მხოლოდ იმიტომ, რომ ატმოსფერული წნევა აწვება ფესვებზე, აიძულებს წყალს შევიდეს მცენარეში. ყოველ დღე, როცა თქვენ სვამთ წყალს ჩალით, თქვენ იყენებთ იმავე პრინციპს, თქვენ ქმნით ვაკუუმს ჩალის ზედა ნაწილში და ატმოსფერო აწვება წყალს ქვემოდან, აიძულებს მას ასვლას. მცენარე არის ცოცხალი ჩალა, რომელიც სტუმბავს წყალს ყოველ წამს. ვაკუუმში ეს სისტემა იშლება მყისიერად, წყალი ფოთლებში იწყებს დუღილს, ორთქელი ავსებს ქსილემას, ტუმბო წყდება. მცენარე კვდება არა იმიტომ, რომ არ აქვს ჟანგბადი, მცენარეები აწარმოებენ ჟანგბადს, არამედ იმიტომ, რომ მისი ჰიდრავლიკური სისტემა, რომელიც ევოლუციონირებდა 400 მილიონი წლის განმავლობაში, შექმნილია ერთი ატმოსფეროს წნევისთვის. ან თევზი არსება, რომელიც ცხოვრობს წყლის ქვეშ, სადაც წნევა არის უფრო მაღალი ვიდრე ჰაერში. ღრმა ოკეანის თევზები ცხოვრობენ ასობით ატმოსფეროს წნევის ქვეშ, წნევა, რომელიც გაანადგურებდა ადამიანს წამებში. მაგრამ ისინი არ გრძნობენ ამ წნევას, რადგან მათი შიდა წნევა არის იგივე. ისინი არიან ბალანსში. მაგრამ თუ თქვენ მოიტანთ ღრმა ზღვის თევზს ზედაპირზე ძალიან სწრაფად, ის იშლება, არა იმიტომ, რომ წნევა ძალიან მაღალია, არამედ იმიტომ, რომ ის ძალიან სწრაფად ეცემა. აირის ბუშტები ყალიბდება მის სისხლში, მისი ცურვის ბუშტი, ორგანო, რომელიც აკონტროლებს მცურავობას, იფართოვდება და ზოგჯერ ამოდის პირიდან. თევზი, რომელიც იყო სრულყოფილად ადაპტირებული ერთ გარემოში, ხდება მსხვერპლი მეორეში. ეს არის იგივე პრინციპი, რომელიც კლავს ადამიანს კოსმოსში, არა გარემოს სიმკაცრე, არამედ გარემოს შეცვლა, ბალანსის დარღვევა, ადაპტაციის შეუძლებლობა. ყველა ეს მაგალითი, ბაქტერია, მცენარე, თევზი, ადამიანი, გვიჩვენებს ერთ უნივერსალურ ჭეშმარიტებას. სიცოცხლე არის არა ნივთიერება, არამედ მდგომარეობა, რომელიც მოითხოვს სპეციფიკურ პირობებს. ეს პირობები არის არა ფუფუნება, არამედ აუცილებლობა. წნევა, ტემპერატურა, ქიმიური შემადგენლობა, ყველა ეს უნდა იყოს ვიწრო დიაპაზონში, რომ ორგანიზაცია შეინარჩუნოს თავის თავს. გადახვიდეთ ამ დიაპაზონის გარეთ და ორგანიზაცია იშლება. არა იმიტომ, რომ ატომები ქრებიან, ატომები არასოდეს ქრებიან, არამედ იმიტომ, რომ ნიმუში, რომელიც აკავშირებს მათ, იკარგება. წარმოიდგინეთ ქვიშის ციხე პლაჟზე, ის არსებობს, რადგან ქვიშის მარცვლები ინარჩუნებენ კონკრეტულ კონფიგურაციას. მაგრამ როცა ტალღა მოდის, მარცვლები რჩებიან, მაგრამ ციხე ქრება. სიცოცხლე არის ეს ციხე, დროებითი სტრუქტურა, რომელიც არსებობს, რადგან პირობები უწყობენ ხელს მას. შეცვალეთ პირობები და სტრუქტურა ქრება. მაგრამ აქ არის ყველაზე ღრმა შეხედულება, ეს პრინციპი მუშაობს არა მხოლოდ ბიოლოგიურ დონეზე. ის მუშაობს ყველა დონეზე, სადაც არსებობს ორგანიზაცია. აიღეთ ატომი, უმარტივესი სტრუქტურა, რომელიც ჯერ კიდევ არის სტრუქტურა. ბირთვი ცენტრში, ელექტრონები გარშემო. ეს კონფიგურაცია არსებობს, რადგან არსებობს ბალანსი ძალებს შორის, ელექტრომაგნიტური მიზიდულობა, რომელიც აკავებს ელექტრონებს ბირთვთან და კვანტური წნევა, რომელიც აფართოებს მათ. შეცვალეთ ეს ბალანსი და ამატეთ ძალიან ბევრი ენერგია, ან წაიღეთ ძალიან ბევრი და ატომი იშლება. ელექტრონები გაიქცევიან, ბირთვი დარჩება მარტო, სტრუქტურა იკარგება. ან აიღეთ ვარსკვლავი, მასიური სტრუქტურა, მილიონობით კილომეტრი დიამეტრში. ის არსებობს, რადგან არსებობს ბალანსი გრავიტაციას შორის, რომელიც ცდილობს შეკუმშოს მას, და ბირთვული ფუზიის წნევას შორის, რომელიც ცდილობს გააფართოვოს. ეს ბალანსი შეიძლება გაგრძელდეს მილიარდობით წლის განმავლობაში. მაგრამ როცა საწვავი მთავრდება, როცა ფუზია წყდება, ბალანსი იშლება. ვარსკვლავი იკუმშება, ზოგჯერ იფეთქება, ზოგჯერ იშლება შავხრელად. სტრუქტურა, რომელიც არსებობდა მილიარდობით წლის განმავლობაში, ქრება წამებში. ყოველ დღე, როცა თქვენ აშენებთ რაიმეს სახლს, ხიდს, მანქანას, თქვენ იბრძვით ამ პრინციპის წინააღმდეგ. თქვენ ქმნით სტრუქტურას, ორგანიზაციას, წესრიგს.
მაგრამ ეს სტრუქტურა არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ინარჩუნებთ პირობებს. თქვენ აკეთებთ შეკეთებას, ხსნით ჟანგს, ცვლით ნაწილებს. თუ თქვენ შეწყვეტთ ამას, თუ თქვენ დატოვებთ სტრუქტურას მარტო, ის დაიწყებს დაშლას. არა იმიტომ, რომ რაღაც აქტიურად ანადგურებს მას, არამედ იმიტომ, რომ ბუნებრივი მდგომარეობა არის ქაოსი, არა წესრიგი. ენტროპია, თერმოდინამიკის მეორე კანონი, გვეუბნება, რომ სამყარო ყოველთვის მოძრაობს უფრო დიდი უწესრიგობისკენ. ორგანიზაცია არის დროებითი, ლოკალური, მოწყვლადი. ქაოსი არის მუდმივი, უნივერსალური, გარდაუვალი. მაგრამ აქ არის პარადოქსი, თუ ქაოსი არის ბუნებრივი მდგომარეობა, მაშინ საიდან მოდის ორგანიზაცია? საიდან მოდის სტრუქტურა, ნიმუში, სიცოცხლე? პასუხი არის ენერგიიდან. ყოველი სტრუქტურა, რომელიც არსებობს, რადგან ენერგია მიედინება მის მეშვეობით. მზე ასხივებს ენერგიას დედამიწაზე. ეს ენერგია ამოძრავებს ატმოსფეროს, აცხელებს ოკეანეებს, აყალიბებს ამინდს. მცენარეები იჭერენ ამ ენერგიას ფოტოსინთეზის საშუალებით, გარდაქმნიან მას ქიმიურ ენერგიად. ცხოველები ჭამენ მცენარეებს, იღებენ ამ ენერგიას, იყენებენ მას მოძრაობისთვის, ზრდისთვის, რეპროდუქციისთვის. ყოველ ეტაპზე ენერგია იქცევა, ნაწილი გადადის სასარგებლო მუშაობაში, ნაწილი იფანტება სითბოდ. მაგრამ სანამ ენერგია მიედინება, სანამ არსებობს გრადიენტი, სხვაობა მაღალ და დაბალ ენერგიას შორის სტრუქტურა შეიძლება არსებობდეს. როცა ენერგიის ნაკადი წყდება, როცა გრადიენტი ქრება, სტრუქტურა იშლება. ეს არის ის, რაც ხდება კოსმოსში. არა იმიტომ, რომ კოსმოსი არის ცივი, თუმცა ის არის, არამედ იმიტომ, რომ კოსმოსი არის იზოლირებული. დედამიწაზე თქვენ ხართ დაკავშირებული ენერგიის ნაკადთან, მზის სინათლე, ატმოსფეროს სითბო, საკვების ქიმიური ენერგია. ეს ნაკადი გიჭერს ცოცხალს, ინარჩუნებს თქვენს სტრუქტურას, აბალანსებს ენტროპიას. მაგრამ კოსმოსში თქვენ ხართ მოწყვეტილი ამ ნაკადისგან. არ არის მზის სინათლე, მხოლოდ სიცარიელე. არ არის ატმოსფერო, მხოლოდ ვაკუუმი. არ არის საკვები, მხოლოდ თქვენი საკუთარი რეზერვები, რომლებიც ამოიწურება წუთებში. თქვენ ხდებით იზოლირებული სისტემა და იზოლირებული სისტემა ყოველთვის მოძრაობს ენტროპიისკენ, უწესრიგობისკენ, დაშლისკენ. არა იმიტომ, რომ ეს არის სასჯელი, არამედ იმიტომ, რომ ეს არის კანონი, ფუნდამენტური, უცვლელი, უნივერსალური კანონი, რომელიც მართავს ყველაფერს ატომიდან გალაქტიკამდე. წარმოიდგინეთ თქვენი სხეული როგორც ქალაქი ღამით, რომელიც ანათებს ათასობით შუქით. ყოველი შუქი არის ქიმიური რეაქცია, ენერგიის გარდაქმნა, სიცოცხლის პროცესი. ეს შუქები ანათებენ, რადგან ელექტროობა მიედინება, ენერგია, რომელიც მოდის გარედან. მაგრამ თუ თქვენ გამორთავთ ელექტროობას, შუქები იწყებენ ქრობას. არა ყველა ერთდროულად, პირველი ქრება ის, რომელიც მოითხოვს ყველაზე მეტ ენერგიას, შემდეგ მეორე, შემდეგ მესამე. ნელ-ნელა ქალაქი ბნელდება, სანამ არ დარჩება მხოლოდ რამდენიმე შუქი, ავარიული გენერატორები, რომლებიც მუშაობენ ბატარეებზე. მაგრამ ისინიც ამოიწურებიან საბოლოოდ. და როცა ბოლო შუქი ქრება, ქალაქი ხდება სიბნელე. არა იმიტომ, რომ შენობები განადგურდა, არამედ იმიტომ, რომ ფუნქცია შეწყდა. თქვენი სხეული არის ეს ქალაქი. კოსმოსი არის ელექტროობის გათიშვა. და სიკვდილი არის არა განადგურება, არამედ გათიშვა, ნელი, თანმიმდევრული, გარდაუვალი გათიშვა ყველა სისტემისა, რომელიც ქმნის თქვენ. მაგრამ რატომ ეს მნიშვნელოვანია? რატომ უნდა ვიცოდეთ ეს? რადგან ეს გვეხმარება გავიგოთ, რა არის სიცოცხლე სინამდვილეში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიცოცხლე არის რაღაც განსაკუთრებული, რაღაც მაგიური, რაღაც, რაც გვაკავშირებს სამყაროს დანარჩენთან. მაგრამ ფიზიკა გვიჩვენებს, რომ სიცოცხლე არის უბრალოდ ორგანიზაცია, კომპლექსური, დელიკატური, მშვენიერი ორგანიზაცია, მაგრამ მაინც ორგანიზაცია. და ორგანიზაცია მოითხოვს პირობებს. შეცვალეთ პირობები და ორგანიზაცია იშლება. ეს არ ნიშნავს, რომ სიცოცხლე არ არის ღირებული, პირიქით ეს ნიშნავს, რომ სიცოცხლე არის უფრო ღირებული, რადგან ის არის უფრო მოწყვლადი. ყოველი მომენტი, რომელსაც თქვენ ცოცხალი ხართ, არის მომენტი, როცა ტრილიონობით პროცესი მუშაობს სინქრონულად, ინარჩუნებს ბალანსს, იბრძვის ენტროპიის წინააღმდეგ. ეს არის არა გარანტია, ეს არის მიღწევა. და როცა ჩვენ ვიხედებით კოსმოსში, როცა ვხედავთ უსასრულო სიცარიელეს, ვარსკვლავებს, რომლებიც იფეთქებიან, გალაქტიკებს, რომლებიც ერთმანეთს ეჯახებიან, ჩვენ ვხედავთ სამყაროს, სადაც ორგანიზაცია არის გამონაკლისი, არა წესი. უმეტესი სამყარო არის ვაკუუმი, სივრცე, სადაც არაფერია, სადაც არაფერი არ შეიძლება იყოს. მცირე კუნძულები, პლანეტები, მთვარეები, ასტეროიდები, სადაც პირობები არის სწორი, სადაც ნივთიერება შეიძლება არსებობდეს, სადაც სიცოცხლე შეიძლება გაჩნდეს.
დედამიწა არის ერთ-ერთი ასეთი კუნძული, შესაძლოა ერთადერთი, შესაძლოა 1 მილიარდიდან. ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს კუნძული არის მოწყვლადი, რომ პირობები, რომლებიც ქმნიან მას, შეიძლება შეიცვალოს, რომ ბალანსი, რომელიც ინარჩუნებს სიცოცხლეს, არის დელიკატური. ყოველ დილას, როცა თქვენი უიძებთ, როცა თქვენი სუნთქავთ, როცა თქვენ გრძნობთ მზის სითბოს თქვენს კანზე, თქვენ განიცდით სასწაულს, არა რელიგიურ სასწაულს, არამედ ფიზიკურ სასწაულს. თქვენ ხართ სტრუქტურა, რომელიც არსებობს სამყაროში, რომელიც ფავორიზებს ქაოსს. თქვენ ხართ ორგანიზაცია, რომელიც ინარჩუნებს თავის თავს ენტროპიის წინააღმდეგ. თქვენ ხართ ნიმუში, რომელიც გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ძალა სამყაროში ცდილობს დაგშალოთ. და ეს ხდება არა იმიტომ, რომ თქვენ ძლიერი ხართ, არამედ იმიტომ, რომ თქვენ ხართ სწორ ადგილას, სწორ დროს, სწორ პირობებში. თქვენ ხართ ბენეფიციარი ბალანსისა, ბალანსი, რომელიც არსებობს დედამიწაზე, მაგრამ არ არსებობს კოსმოსში. სიცოცხლე არის წნევა. თქვენ არ ხართ მყარი ობიექტი. კოსმოსი არ ანადგურებს, ის ათავისუფლებს. სიცოცხლე არის ბალანსი. მაგრამ ყველაზე მთავარი, სიცოცხლე არის პირობითი. ის არსებობს არა იმიტომ, რომ ის უნდა არსებობდეს, არამედ იმიტომ, რომ ის შეიძლება არსებობდეს. და ეს შეიძლება დამოკიდებულია ათასობით ფაქტორზე, წნევაზე, ტემპერატურაზე, ქიმიურ შემადგენლობაზე, ენერგიის ნაკადზე. შეცვალეთ ერთი ფაქტორი და ყველაფერი იშლება. არა ნელა, არა თანდათანობით, არამედ კატასტროფულად, გარდაუვალად, სრულყოფილად. და როცა თქვენ შემდეგ ჯერზე შეხედავთ ღამის ცას, როცა დაინახავთ ვარსკვლავებს, რომლებიც ანათებენ მილიარდობით კილომეტრის მოშორებით, იფიქრეთ ამაზე, იმ ვარსკვლავებს შორის არის მხოლოდ სიცარიელე. სივრცე, სადაც არაფერია, სადაც არაფერი არ შეიძლება იყოს, სადაც თქვენი სხეული დაიშლებოდა წამებში. მაგრამ აქ, დედამიწაზე, ამ მცირე კუნძულზე სამყაროს უსასრულობაში, თქვენ ხართ დაცული. არა კედლებით, არა ფარით, არამედ უხილავი ძალით, ატმოსფერული წნევა, რომელიც გიჭერთ ერთად ყოველ წამს. ეს არის თქვენი უხილავი მფარველი, თქვენი მუდმივი თანამგზავრი, თქვენი უჩუმარი მხარდამჭერი. და ის არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც თქვენ შეგიძლიათ არსებობდეთ, იფიქროთ, იგრძნოთ, იყოთ. რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩვენთვის, არა როგორც ასტრონავტებისთვის, არამედ როგორც ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ დედამიწაზე, რომლებიც არასოდეს გაფრინდებიან კოსმოსში? ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენ უნდა შევეშინდეთ? არა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავიგოთ, რამდენად მოწყვლადია ის, რაც ჩვენ ვართ, რამდენად დამოკიდებული ვართ პირობებზე, რომლებიც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, რამდენად იღბლიანი ვართ, რომ ცხოვრობთ სადღაც, სადაც ეს პირობები არსებობს. ყოველი სუნთქვა, რომელსაც თქვენ იღებთ, არის საჩუქარი, არა ღმერთისგან, არამედ ფიზიკისგან, ბუნებისგან, სამყაროსგან, რომელმაც შექმნა პირობები, სადაც სუნთქვა შესაძლებელია. 1, 6, 9, 7, 8, 10, 1, 6, 7 სიცოცხლე არის წნევა, თქვენ არ ხართ მყარი ობიექტი, კოსმოსი არ ანადგურებს, ის ათავისუფლებს, სიცოცხლე არის ბალანსი, სიცოცხლე არის პირობითი, 12, ბაქტერიის მემბრანა, ხე ეზოში, ჩალით წყლის სმა, ღრმა ზღვის თევზი, ქვიშის ციხე პლაჟზე, ატომის სტრუქტურა, ვარსკვლავის ბალანსი, სახლის აშენება და შეკეთება, ენტროპია და ქაოსი, მზის ენერგია და ფოტოსინთეზი. ქალაქი ღამით შუქებით, დილით გაუიძება და სუნთქვა, ახლა დაბრუნდით იმ პირველ სურათთან, თქვენ კოსმოსში, სიცარიელეში, 15 წამი რომ გაქვთ დარჩენილი. მაგრამ ახლა თქვენ იცით, რაც მაშინ არ იცოდით. თქვენ იცით, რომ ეს არ არის ვაკუუმი, რომელიც გკლავთ, ეს არის წნევის არარსებობა. თქვენ იცით, რომ თქვენი სხეული არ ანადგურდება გარედან, ის იშლება შიგნიდან, რადგან ყოველი მოლეკულა, რომელიც შეადგენს თქვენ, ცდილობს დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ მდგომარეობას, თავისუფლებას, გაფანტვას ქაოსს. თქვენ იცით, რომ 15 წამი არის არა თვითნებური რიცხვი, ეს არის დრო, რომელიც სჭირდება თქვენს ტვინს, რომ დაკარგოს უნარი კოორდინირება გაუკეთოს იმ ტრილიონობით პროცესს, რომლებიც ქმნიან თქვენ. მაგრამ ყველაზე მთავარი, თქვენ იცით, რომ ეს არ არის უნიკალური საფრთხე კოსმოსისთვის. ეს არის უნივერსალური პრინციპი, რომელიც მუშაობს ყველგან, ყოველთვის, ყველაფერში, ბაქტერიიდან ვარსკვლავამდე, უჯრედიდან გალაქტიკამდე, ატომიდან ცნობიერებამდე. რა შეიცვალა ამ ცოდნით? არა ფაქტები იყო ყოველთვის იქ, ფიზიკის წიგნებში, სამეცნიერო სტატიებში, ნასას ანგარიშებში. შეიცვალა გაგება, როგორ ვხედავთ საკუთარ თავს, როგორ ვხედავთ სიცოცხლეს, როგორ ვხედავთ სამყაროს. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ვართ მყარი ობიექტები, სტაბილური, მუდმივი და მოუკიდებელი. მაგრამ ახლა ვხედავთ, ჩვენ ვართ პროცესები, დინამიური, დროებითი, სრულიად დამოკიდებული. ჩვენ ვფიქრობდით, რომ სიცოცხლე არის ბუნებრივი მდგომარეობა, რაღაც, რაც უბრალოდ ხდება, როცა პირობები არის სწორი. მაგრამ ახლა ვხედავთ, სიცოცხლე
არის მუდმივი ბრძოლა, აქტიური წინააღმდეგობა, ყოველწამიერი მიღწევა. ყოველ მომენტს, რომელსაც თქვენ ცოცხალი ხართ, თქვენი სხეული ებრძვის ენტროპიას, არა მეტაფორულად, არამედ ლიტერალურად, ფიზიკურად, ქიმიურად. ტრილიონობით რეაქცია ყოველ წამს, ყოველი მათგანი ქმნის წესრიგს ქაოსისგან, ინარჩუნებს სტრუქტურას დაშლის წინააღმდეგ, აბალანსებს ძალებს, რომლებიც ცდილობენ დაგშალონ. მაგრამ ეს არის არა მხოლოდ ბიოლოგია, ეს არის ფილოსოფია. რადგან თუ სიცოცხლე არის მუდმივი ბრძოლა ენტროპიის წინააღმდეგ, მაშინ რას ნიშნავს ცხოვრება? ნიშნავს თუ არა ეს, რომ ჩვენ ვართ მხოლოდ დროებითი ანომალიები, მცირე ჯიბეები წესრიგისა სამყაროში, რომელიც მოძრაობს უწესრიგობისკენ? ან ნიშნავს თუ არა ეს, რომ თავად ეს ბრძოლა, ეს მუდმივი, ყოველწამიერი, არასოდეს დამთავრებული წინააღმდეგობა არის ის, რაც აძლევს მნიშვნელობას არსებობას? შესაძლოა სიცოცხლე არის არა მდგომარეობა, არამედ მოქმედება, არა არსებობა, არამედ გახდომა, არა ყოფნა, არამედ ხდომა. ყოველ დღე, როცა თქვენ ადგებით საწოლიდან, როცა თქვენ ჭამთ საუზმეს, როცა თქვენ მიდიხართ სამსახურში, თქვენ არ აცნობიერებთ, რომ თქვენი სხეული ებრძვის გრავიტაციას, რომელიც ცდილობს დაგაცეს, ებრძვის ენტროპიას, რომელიც ცდილობს დაგშალოს, ებრძვის დროს, რომელიც ცდილობს დაგაბეროს. მაგრამ აქ არის ღრმა პარადოქსი, ეს ბრძოლა არ არის ბრძოლა სამყაროს წინააღმდეგ. ეს არის ბრძოლა სამყაროს კანონების გამოყენებით. თქვენი სხეული არ არღვევს თერმოდინამიკის კანონებს, ის იყენებს მათ. ის იღებს ენერგიას გარემოდან, საკვებიდან, ჰაერიდან, მზის სინათლიდან და გარდაქმნის მას ორგანიზაციად. მაგრამ ამ პროცესში ის აწარმოებს სითბოს, ნარჩენებს უწესრიგობას, რომელიც გადადის გარემოში. თქვენი ლოკალური წესრიგი იზრდება, მაგრამ გლობალური უწესრიგობა იზრდება უფრო სწრაფად. თქვენ ხართ კუნძული ორგანიზაციისა ქაოსის ოკეანეში, მაგრამ ეს კუნძული არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ოკეანე ხდება უფრო ქაოსური. ეს არის ფასი სიცოცხლისა, არა მორალური ფასი, არამედ თერმოდინამიკური ფასი. ყოველი მომენტი, რომელსაც თქვენ ცოცხალი ხართ, თქვენ ზრდით ენტროპიას სამყაროში. თქვენ ხართ ძრავა, რომელიც გარდაქმნის წესრიგს უწესრიგობად, მაგრამ ამ პროცესში ქმნის რაღაც მშვენიერს, აზრს, გრძნობას, ცნობიერებას. შესაძლოა ეს არის ის, რისთვისაც არსებობს სიცოცხლე, არა იმისთვის, რომ შეაჩეროს ენტროპია, არამედ იმისთვის, რომ გამოიყენოს ის შექმნას რაღაც, რაც სხვაგვარად არ არსებობდა. ყოველ დღე, როცა თქვენ ქმნით რაიმეს, ხატავთ სურათს, წერთ ლექსს, აშენებთ სახლს, ზრდით ბავშვს, თქვენ იყენებთ ამ პრინციპს. თქვენ იღებთ ენერგიას, გარდაქმნით მას ორგანიზაციად, ქმნით სტრუქტურას, რომელიც არ არსებობდა. მაგრამ აქ არის კითხვა, რომელიც აღემატება ფიზიკას, რატომ? რატომ სამყარო ქმნის პირობებს, სადაც სიცოცხლე შესაძლებელია? რატომ არსებობს პლანეტები, სადაც წნევა არის სწორი, ტემპერატურა არის სწორი, ქიმიური შემადგენლობა არის სწორი? არის თუ არა ეს შემთხვევა კოსმიური ლოტარია, სადაც დედამიწამ მოიგო ჯეკპოტი? თუ არის რაღაც უფრო ღრმა, რაღაც სამყაროს სტრუქტურაში, რაც ხელს უწყობს სიცოცხლეს, რაც ქმნის პირობებს, სადაც ორგანიზაცია შეიძლება გაჩნდეს? ჩვენ არ ვიცით. შესაძლოა არასოდეს გავიგოთ. მაგრამ ჩვენ ვიცით ერთი, ჩვენ აქ ვართ. ჩვენ არსებობთ. ჩვენ ვცხოვრობთ, გრძნობთ, ვფიქრობთ, ვაკვირდებით. და თავად ეს ფაქტი, ეს უბრალო, უდაო, გასაოცარი ფაქტი არის რაღაც, რაც მოითხოვს ახსნას. შესაძლოა ჩვენ ვართ სამყაროს გზა, რომ შეიცნოს საკუთარი თავი, არა მისტიკურად, არამედ ლიტერალურად. ყოველი ატომი თქვენს სხეულში იყო ოდესღაც ვარსკვლავის ნაწილი. ნახშირბადი თქვენს დმში, კალციუმი თქვენს ძვლებში, რკინა თქვენს სისხლში, ყველა ისინი შეიქმნა ვარსკვლავების ბირთვებში მილიარდობით წლის წინ. გაიფანტა სამყაროში, როცა ეს ვარსკვლავები აფეთქდა, შემდეგ შეიკრიბა კვლავ, შექმნა პლანეტები, შექმნა სიცოცხლეს, შექმნა თქვენ. თქვენ ხართ ვარსკვლავის მტვერი, რომელმაც ისწავლა ფიქრი. თქვენ ხართ სამყარო, რომელმაც გახსნა თვალები და დაიწყო საკუთარი თავის დაკვირვება. ყოველ დღე, როცა თქვენ უყურებთ ცას, როცა თქვენ ფიქრობთ ვარსკვლავებზე, თქვენ არ ხართ გარეშე დამკვირვებელი, თქვენ ხართ სამყაროს ნაწილი, რომელიც უყურებს საკუთარ თავს. მაგრამ თუ ეს ასია, მაშინ რას ნიშნავს სიკვდილი? თუ თქვენი ატომები იყო ვარსკვლავების ნაწილი და გახდება კვლავ ვარსკვლავების ნაწილი, თუ თქვენი ენერგია მოვიდა მზიდან და დაუბრუნდება სამყაროს, თუ თქვენი სტრუქტურა არის დროებითი, მაგრამ თქვენი კომპონენტები არის მუდმივი, მაშინ რა იკარგება, როცა თქვენ კვდებით? პასუხი არის ნიმუში. არა ატომები, ისინი რჩებიან. არა ენერგია, ის გარდაიქმნება. არამედ ორგანიზაცია, კონფიგურაცია, კონკრეტული გზა, რომლითაც ეს ატომები იყო დალაგებული, რომელიც ქმნიდა თქვენ. ეს ნიმუში, ეს უნიკალური, ერთჯერადი, არასოდეს განმეორებადი ნიმუში, იკარგება სამუდამოდ.
ყოველ დღე როცა თქვენ უყურებთ სარკეში, თქვენ ხედავთ ამ ნიმუშს, არა ატომებს, არა მოლეკულებს, არამედ ორგანიზაციას, რომელიც აქცევს ამ ატომებს თქვენად. მაგრამ აქ არის ბოლო, ყველაზე ღრმა კითხვა, აქვს თუ არა მნიშვნელობა ამ ნიმუშს. თუ ის არის დროებითი, თუ ის გაქრება, თუ სამყარო გააგრძელებს არსებობას მის გარეშე, მაშინ რატომ უნდა ვიზრუნოთ? რატომ უნდა ვიბრძოლოთ ენტროპიის წინააღმდეგ, თუ ბრძოლა არის წინასწარ წაგებული? რატომ უნდა შევქმნათ წესრიგი, თუ ქაოსი არის გარდაუვალი? შესაძლოა პასუხი არის სწორედ იმიტომ. სწორედ იმიტომ, რომ ეს არის დროებითი, ეს არის ღირებული. სწორედ იმიტომ, რომ ეს გაქრება, ეს არის მნიშვნელოვანი. სწორედ იმიტომ, რომ ბრძოლა არის წინასწარ წაგებული, თავად ბრძოლა არის ის, რაც აძლევს მნიშვნელობას. წარმოიდგინეთ მუსიკა, ხმები, რომლებიც ჟღერს და ქრება. ყოველი ნოტა არის დროებითი, ყოველი აკორდი არის მომენტალური. მაგრამ სწორედ ეს დროებითობა აქცევს მუსიკას მშვენიერს. სიცოცხლე არის ეს მუსიკა, დროებითი, მოწყვლადი, მშვენიერი. ყოველი მომენტი არის ნოტა, რომელიც ჟღერს და ქრება. მაგრამ სანამ ის ჟღერს, ის არის ნამდვილი. ის არის ნაწილი სიმფონიისა, რომელიც უკრავს სამყაროს, სიმფონია, რომელსაც არ აქვს კომპოზიტორი, არ აქვს დირიჟორი, არ აქვს საბოლოო მიზანი. მხოლოდ მუსიკა თავად მუდმივი, ცვალებადი, არასოდეს განმეორებადი. ყოველ დღე როცა თქვენ ისუნთქავთ, თქვენ უკრავთ თქვენს ნოტას ამ სიმფონიაში. ყოველ დღე როცა თქვენი გული ცემს, თქვენ ამატებთ თქვენს რიტმს ამ მუსიკაში. და როცა თქვენი ნოტა დასრულდება, სიმფონია გაგრძელდება, სხვა ნოტებით, სხვა რიტმებით, სხვა მელოდიებით. მაგრამ თქვენი ნოტა, თქვენი უნიკალური, ერთჯერადი, არასოდეს განმეორებადი ნოტა, იქნება ნაწილი მთლიანობისა სამუდამოდ. და აქ, ამ აზრში, პოულობთ რაღაც, რაც აღემატება ფიზიკას, არა რელიგიას, არა მისტიკას, არამედ პოეზიას. პოეზია იმისა, რომ ვართ. პოეზია იმისა, რომ ვცხოვრობთ. პოეზია იმისა, რომ გვგრძნობთ, ვფიქრობთ, ვაკვირდებით, ვიბრძვით, ვქმნით, ვყვარობთ, ვიტანჯებით, ვიხარებთ, ყველა ეს მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ ეს დასრულდება. ან შესაძლოა, სწორედ იმიტომ, რომ ვიცით, რომ ეს დასრულდება. კოსმოსი არ არის მტერი, ის არის კონტექსტი. ის არის ფონი, რომელზეც ჩვენ ვხატავთ ჩვენს სურათებს. ის არის სიჩუმე, რომელშიც ჩვენ ვქმნით ჩვენს მუსიკას. ის არის სიცარიელე, რომელშიც ჩვენ ვაშენებთ ჩვენს სტრუქტურებს. და ის ფაქტი, რომ ეს სტრუქტურები არის დროებითი, არ აკლებს მათ მნიშვნელობას, პირიქით, ის ზრდის მას. ყოველ დილას, როცა თქვენ ივიძებთ სამყაროში, რომელიც არ ზრუნავს თქვენზე, არა იმიტომ, რომ ის არის სასტიკი, არამედ იმიტომ, რომ ის არის გულგრილი. სამყარო არ აქვს განზრახვები, არ აქვს მიზნები, არ აქვს გეგმები. ის უბრალოდ არის უსასრულო, ცივი, ცარიელი, მაგრამ ასევე სავსე შესაძლებლობებით. და თქვენ ხართ ერთ-ერთი ეს შესაძლებლობა, რომელიც გახდა რეალობა. თქვენ ხართ ნიმუში, რომელიც გაჩნდა ქაოსიდან. თქვენ ხართ ორგანიზაცია, რომელიც ებრძვის ენტროპიას. თქვენ ხართ მუსიკა, რომელიც ჟღერს სიჩუმეში. და ეს საკმარისია. ეს უნდა იყოს საკმარისი. რადგან ალტერნატივა, არარსებობა, არის არა უარესი, არამედ უბრალოდ არაფერი. ყოველ დღე, როცა თქვენ ასხამთ წყალს ჩიქაში, როცა თქვენ გრძნობთ მზის სითბოს, როცა თქვენ ისუნთქავთ ჰაერს, თქვენ განიცდით სასწაულს, არა იმიტომ, რომ ეს არის განსაკუთრებული, არამედ იმიტომ, რომ ეს არის. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რას გვეუბნება ეს ჩვენზე, ჩვენს ადგილზე სამყაროში, ჩვენს მნიშვნელობაზე, ანუ მნიშვნელობაზე? შესაძლოა ეს გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ ერთდროულად უმნიშვნელო და უსასრულოდ ღირებული. უმნიშვნელო, რადგან ჩვენ ვართ მცირე, დროებითი, მოწყვლადი, დაკარგული უსასრულობაში. მაგრამ ღირებული, რადგან ჩვენ ვართ ნაწილი რაღაცისა, რაც აღემატება ჩვენ, რაღაცისა, რაც იყო აქ ჩვენამდე და იქნება აქ ჩვენ შემდეგ, რაღაცისა, რაც არის ერთდროულად ყველაფერი და არაფერი, სამყარო თავად, რომელიც ქმნის, ანადგურებს, გარდაქმნის, მაგრამ არასოდეს წყვეტს არსებობას. და ჩვენ ვართ ის გზა, რომლითაც ეს სამყარო იცნობს საკუთარ თავს, თუნდაც მხოლოდ მომენტისთვის, თუნდაც მხოლოდ ნაწილობრივ, თუნდაც მხოლოდ ბუნდოვნად. შესაძლოა ეს არის საკმარისი. შესაძლოა ეს არის ყველაფერი. შესაძლოა ეს არის ის, რისთვისაც ღირს ცხოვრება, არა იმისთვის, რომ ვიპოვოთ პასუხები, არამედ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ კითხვებში. არა იმისთვის, რომ დაუძლიოთ ენტროპია, არამედ იმისთვის, რომ ვიცეკვოთ მასთან. არა იმისთვის, რომ გავექცეთ სიკვდილს, არამედ იმისთვის, რომ ვიცხოვროთ სრულად, სანამ ჩვენი ნოტა ჟღერს.
და როცა ის დასრულდება, როცა ჩვენი ნიმუში დაიშლება, როცა ჩვენი ატომები დაუბრუნდებიან სამყაროს, როცა ჩვენი ენერგია გარდაიქმნება, შესაძლოა ჩვენ უბრალოდ გავხდებით ნაწილი რაღაც უფრო დიდისა, რაღაც, რაც ყოველთვის ვიყავით, მაგრამ დროებით დაგვავიწყდა. ნაწილი სამყაროსა, რომელიც არასოდეს იბადება და არასოდეს კვდება, არამედ მხოლოდ იცვლება, გარდაიქმნება, ცეკვავს მუდმივ ცეკვაში შექმნისა და განადგურებისა, წესრიგისა და ქაოსისა, არსებობისა და არარსებობისა. და ამ ცეკვაში, ამ უსასრულო, მუდმივ, მშვენიერ ცეკვაში, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით. არა როგორც ინდივიდები, არა როგორც ნიმუშები, არამედ როგორც ნივთიერება, როგორც ენერგია, როგორც შესაძლებლობა. და შესაძლოა ეს არის ერთადერთი უკვდავება, რომელიც ნამდვილად არსებობს, არა ცნობიერების უკვდავება, არა სულის უკვდავება, არამედ ნივთიერების უკვდავება, ენერგიის უკვდავება, სამყაროს უკვდავება, რომელიც ქმნის ჩვენ, ანადგურებს ჩვენ და ქმნის კვლავ, უსასრულოდ, მუდმივად, მშვენიერად. სიცოცხლე არის წნევა. თქვენ არ ხართ მყარი ობიექტი. კოსმოსი არ ანადგურებს, ის ათავისუფლებს. სიცოცხლე არის ბალანსი. სიცოცხლე არის პირობითი. მაგრამ ყველაზე მთავარი, სიცოცხლე არის ცეკვა. და ჩვენ ყველანი ვცეკვავთ.